როგორ ვიურთიერთოთ თხის რქის ნიშანთან. ტაროს სისტემაში თხის რქა ეს არის მე-15 არკანი, ეგრეთ წოდებული ეშმაკის არკანი. შესაბამისად, არსებული ნიშნებთან ურთიერთობა არც ისეთი მარტივი არის. პირველი ის, რომ არსებული ნიშნები არიან მიწის სტიქიის წარმომადგენლები და შესაბამისად თავისებური ხასიათების გამოვლინება ახასიათებთ, მათ არ უყვართ უპასუხისმგებლო სიტუაციები. არ უყვართ, როდესაც რაღაც საკითხები არ გამოდის ისე, როგორც დაგეგმილი აქვს. თუ გინდათ, რომ მასთან ურთიერთობა გქონდეთ და სტაბილურობა იყოს, იყავით უფრო მეტად პასუხისმგებლიანი. იყავით გარკვეული კუთხით ადამიანი, რომელსაც შეეძლება თავისი სიტყვის შესრულება. ადამიანი, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიღოთ. მათ უყვართ ინტელექტუალურობა, უყვართ სტაბილურობის მდგომარეობა, შესაბამისად ანალოგიური კუთხით მოითხოვენ სხვებისგანაც, რომ იყოს მსგავსი სახის სტაბილურობა. ასევე არსებული ნიშნები აფასებენ, როდესაც პატივისცემენ მის გადაწყვეტილებას და ამავდროულად გარკვეული კუთხით აძლევენ დროს, რომ დაფიქრდეს. ეს არის აუჩქარებელი ნიშანი, მას არ ახასიათებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად დროს ჭირდება, რომ გარკვეული კუთხით დაფიქრდეს და გაიაზროს ესა თუ ის სიტუაცია. არ უყვარს, როდესაც რაღაც თემებში აძალებენ სიტუაციური კუთხით, რომ ესე უნდა გაკეთდეს, როგორც თქვენ გინდათ. თუ მათთან ურთიერთობა გინდათ, იყავით უფრო მეტად შრომის მოყვარე, იყავით უფრო მეტად მიზანდასახული, იყავით უფრო მეტად ინტელექტუალური. და ასევე გახსოვდეთ, რომ მას საკმაოდ უყვარს, როდესაც სიტუაციურად აქებენ და მის საქმეს აფასებენ. შესაბამისად, არსებული ნიშანი თავისებური ხასიათებით გამოირჩევა, მაგრამ მთლიანობაში თუ კი ბოლომდე მიგიღოთ ამ ადამიანმა და თუ კი ბოლომდე ნდობა გამოგიცხადათ, ის ბოლომდე თქვენთან იქნება. არის გარკვეული კატეგორია, რომელიც ცოტათი მოღალატე ნიშნებიც არიან თხის რქებიც, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მაინც უკვე ინდივიდუალური ხასიათების გავლენაა, მაგრამ მთლიანობაში ნიშანი როგორც ასეთი საწყის ეტაპზე ძალიან მკაცრები, მიუღებლები შეიძლება მოგეჩვენონ, მაგრამ თუ მიგიღოთ, მერე უკვე სიტუაციურად თქვენი არის ბოლომდე.